როგორ ხარ ბაბუ? ნანული ბაბუა. გადაგწდა? როგორ ახარ ბიჭო? შენ როგორ ახარ ნანული ბაბუა? რა ახარ ბიჭო? ესე უცბად საიდან მოყვედი? რა და სად ახარ დაკარგულ სულ ტელევიზორში უნდა ნახულობდე? გამოჩდი ისე კაცო ჩვენთან მოდი. რა ვქნა ვერ ვიცი ვერ რა ახარ ბიჭო? კარგად. ნანუ ბაბა შენ რა გითხარი ნანული ბაბა? შენ სამემუნო ვარ. შენ რა ახარ? რა ვიცი ვარ ძველებურად რა ვიცი. რა არის რა გიკავიე? ეს დანა ისე. ვისია რა არის? დანდი ხარ ამყილა ისა? არა შეყურებული შარვალი მაცოდეთ გუშინ ჩხუბი ხომ ჩარჩა შიგნი და არაფერი არა ისე. შეყურებული ისე მობიჭედი. სულ გაფუჭდით ის ახალგაზრდობა. სულ გაფუჭდით კაცო სად იყო ფედროს? ისა დანა და ისა სად იყო? ხო. სად იყო რა დანა კაცო ხელი ჭამდით საჭმელს. ბაბუ, მართლა, აი კასეტა მოგიტანე ეროტიკა. უცხოური ეროტიკა. რა არის რა ეს? მაგარია ძა. რა არის? ეროტიკა. ეროტიკა არა. ეროტიკა და მე უცხოური რაღაცები არ მიყვარს. მე ვიცით რაც მიყვარს. მე მიყვარს კაი მწვადი, კაი ღვინო, კაი ხაშლამა, კაი ჩაკაფული, კაი დისკოტეკა, კაი პორნოები. თქვენ რა ცოლები არ მოკავთ? უთხარი ვასო. უნდა მოვიყვანო ეხა ერთი გოგო. ვინა? ჩაღლაბე გულზე არ დაგადგეს ჩაღლაბე. ვინა არ მოყვება მომნა მოვიტაცო. უნდა მოვიტაცო. ო და ხა რჩევა მინდა კითხო ბაბა. ო თუ მოუნა მოვიტაცო? ეხლა მისმინა. თუ უნდა მოვიტაცო, მაშინ ჩვენ უნდა გააგებინო დედას. დედამის. დედას უნდა გააგებინო, მე მამამის უნდა გააგებინო. ხო. მე უნდა გააგებინო დეიდამის, მე ბაბიდამის უნდა გააგებინო. მე ბებიამის უნდა გააგებინო მეზობლებს და მე გოგოც გაიგებს. მასე ვიზავ, კარგი. ეტყვის ვიღაცა. აბა როგორ? ხო, რა ვიცი. რა შევიდე ისე სხვა რაღაცა რა ხდება ისე თქვენ? ბაბუ, მართლა ისა, ზღაპარი. ზღაპარი რომ მომიყევი ამას წინათ. არ დაგიმთავრებია და დაამთავრე. აუ. ზღაპარი დაამთავრე, ამას წინათ რომ მომიყევი. რა ზღაპარს გიყვებოდი მე, არო. სად გაჩერდი და გეტყვი ახლა მოიცა? ხო. არ დაიმთავრებია მე. იქა, ხინიაკა, კატო იქა. არ დაიმთავრე, მანდ გავჩერდი? კატო იქა. მერე როგორ იყო? ხო, ქვილი აქა. ო. ის მოგვიყევ მეორე რო იცკინე, მაგარი ზღაპარი. მეორე ზღაპარი რო იცკინე. მეორე? ის მოგვიყევ. მაგარი. ჩავით კატო. თქვენთვისა ჩემთქე. ხო და იყო და არა იყო რა, იყო გზეთა 75-76 წლები. ხო და ერთ სასახლეში ცხოვრობდა ერთი ნატაშა. ხო და ცხოვრობდა ეს ნატაშა და ამ ნატაშას ჰქონდა დიდი ძუძუები. რა ჰქონდა? სასახლე, დიდი სასახლე ჰქონდა. ხო და ეს ნატაშას მაგი ვიცით ეხლა მეორე. რა სხვა არის ეს კაცო? მეორე მოყევი. სხვა არის ეს სხვა ნატაშა. ხო და ამას ჰქონდა ისა და ერთი პრინცი ევასებოდა, ხო? ნატაშას. ხო და ეს პრინცი მივიდა სახლში და დაპატიჟა. ხო და მე ოთახში და გააგრძელეს იქ კეიფი და მე ეხლა თქვი საქმე რა მოხდა. მე მოყევი კაცო. ამერე თავი ეხლა მე მე მოყევი მე მეულები თქვენ ისწავლეთ ის ლექსი. ისწავლე ის ლექსი მე ვისწავლე რომზე რო გასწავლე აბა? ვისწავლე. აბა, давай мальчик, давай, წავიდა ლექსი მიდე. Этот день победы порохом пропах, этот праздник сединою на висках. Ай? რა რუსული რა უბედურები რუსული რა ეგეთი რუსული გასწავლე მე რა არის? აბა როგორ ურწმინე უყურე როგორი გამართული და გრამატიკული რუსული თუ ნათქვა ეგ მაგი არ აკეთრება. Этот день როგორ ეძახი? Победы. Порохом пропах. Это праздник сединою на висках Сталин დაყოლე მე თუ გინდა. რა არის ეს რუსული? ისე ამ ლექსებს რო გვასწავლე ბაბუ, სუ სტალინზე და სუ ომზე და ის რო არის. რა ვიყევი ომზე? ხო ნაომარი ხარ შენ?
რამე ომზე გეკნება რაღაცები მოგვიყევი. ომში ნაუმარი აბა ნამყოფია ომში აბა. ხო, ნამყოფი ხარ? ბევრ ომში ვარ ნამყოფი, ბევრგან. ის მოყევი მარაბდის ომში რო იყავ, მე მოყევი რა. არა, მარაბდის მაგრამ მან დარავარ ნამყოფი. აბა, მან დარავარ ნამყოფი კაცო, ეხლა ორად ხوار გავიხლიჩებოდი გერმანიასთან ვიბრძოდი და წავედი ავირჩიე იქ ან ერთი უნდა გერჩი ან მეორე და ეგ შრამიც მაგიტომ გაქვს, ხო ბაბუ? მაგიტო ეს ომი და გაგანია ის რო იყო და ეს რო ებრძოდნენ და ხოცვაში ლეტვა იყო მთელი ამბავი ამასობაში მეც რო თოხნიდი ამყანა სიმით გამკრა აბა ერთხელ კიდე მახსოვს იბაში ვიყავით კაფეში ვიჯექით ხო და შემოწვიდა გერმანელები ხო და რა გინდა მეთქი ერმავლად თხარი მაშინ ვიცოდი შტოთი ხოჩეს მეთქი ხო და რა შტოთი ხოჩესო და დამხრიდა ეს ავტომატი ამიღო და დაესვედა დამხრიდა აბა დამხრიდა და როგორ მიხვდი ჯერ როგორ მიხვდის დავიდანებე რო დამხრიდა ძალიან მეწყინა გამომეწონა მაგ რაღაცა შევატყე რაღაცა არისო კაი ო მაგრამ როგორ მიხვდი როგორ რა მიხვედი რა დავლი ეწყაილა გამოაწყეს ბანდარი რა მიგოდავდა მოგა გამაქანეს მე იმაში ვიყავით ჰოსპიტალში და ერთი ექთანი იყო კაი ექთანი იყო მიან მომიარა ტემლები მქონდა რა თბილისში და გამოგზავნილი და პრობლემები დააცალა ამას და ეს დამიწო სულ რომ წყალი არ გამოსულიო მე ეს ის გახდა რა ქვია ეს ექთანი ბებია თქვენი გახდა მე მამა თქვენიც გაჩნდა და რა ვიცი მე ეს ერთი იყო კიდე მახსოვს ომი რო დავთავრდა ამივდივართ მე და ესა კანთარია იქ რაიხტაგზე უნავიდეს და გამეხსნა შნოროგი და ბიჭო დროშა დამიგავებეთქი ერთ შევიკრავეთქი ავიბად შნოროგს პეთქი და შევიკარი შნოროგი და გავიხედე სადა კანთარია სადა აქეთ ვეჭი არა სადა გაზეთებში მეორე დღეს გაზეთებში რა ხუმრობა იყო რა საკციელი იყო რა ვიცი მე მაგრამ მე ისეთი ვიყავი რომ იქ ჩინები და ისინი არ მაგდა ჩინმედლები ცალკე სტალინმა მომცა გმირობის ორდენი ცალკე იმალი ჰიტლერმა აბა რას გვატყუეთ რაღაცას ეგენი ხო ომობდნენ კაცო რომობდნენ მე ეგენი ერთმანეთს ომებოდნენ მე კი არა ისე ბაბუ შენ ძალიან ისიყავი რა ქვია პატივცემდნენ ყველა ხო მთელი სარდლობა და ის უყვარდი ხო უყვარდი აბა ჩვენი სარდალი იყო მაშინ ჟუკოვი თქვენ დაგეხსოვებათ პატარები იქნებოდი ჟუკოვი ის იყო ესეთი ცისფერთვალება ლამაზი გზელი ფეხებით ესეთი მკერდი იყო და აი სარდალი იყო ძალიან კაი სარდალი იყო კაი დრო იყო რა ზასტაბაროკო დილას ჩავჯდებოდი იმაში თვითონავში და მოსკოვში უფასოდ დავფრინავდი კაი მოიცა ეგ როგორ რა პრობლემა იყო როგორ რა პილოტი ვიყავი და წავედ ისა მოიცა რა ბაბუ ის შვილიშვილებზე რო იცი ჩვენზე რო იცი ხო ჩვენზე რო იცი ჩვენზე ისა ქვეზე ხო შენ რო დაწერე ისაო ჩემი კარგი შვილი მიყვარს ძალიან სულ არ მეცალოს მაინც ძალიან შვილი ჩემო კარგო შვილი რაზე შემოვედი სუდამავიდა შაბათის შოუ იწყება იმიტომ